მომისმინე ახალგაზრდავ. ასიემ ამ სახლში დარჩენა გადაწყვიტა. ალბათ აქ იქამდე დარჩება, ვიდრე მამა და ქმარი არ გახდები. თუ არ ვწდები, პირობა დადე, რომ რბოლაში მონაწილეობას აღარ მიიღებდი. გახსოვს? ასე თუ გააგრძელებ, არაფერი გამოგივათ. ეს დაიმახსოვრე. დამიჯერე. შვილი გამიჩნდა და ისევ პირობებს მიყენებთ? უსაქმოდ ამჯდარ ვარ. გუშინ ჩემპიონი გავხდი. ხვდებით რა წარმატებას მივაღწიე? ვერ ხვდებით არა? მას შემდეგ რაც მშობლების სახლიდან წამომიყვანე, ოჯახის კაცივით არასდროს მოქცეულ ხარ. არც ერთი პირობა არ შეგისრულებია. თუმცა ამისთვის უამრავი საშუალება გქონდა. რა სიზამ, წარმატებას გისურვებ. მე კი ასეთი ცხოვრება არ მინდა. ამიტომ ნუ შეწუხდები და თავი დამანებე. მე არჩევანი გავაკეთე. ეს არ მინდა. ასია შულა. ახლა დაღლილი ხარ, ეს პრობლემა ასე თუ ისე მოგვარდება. არ ინერვიულა. ახლა მთავარი ეს სასწაულია, რომელიც უფალმა გაჩუქათ. საბედნიეროდ ჯანმრთელი და ძლიერი ბიჭი გაგვიჩნდა. დანარჩენი მოგვარდება. წავედით. აღარ შეგაწუხებთ. ასიემ უნდა დაისვენოს. ახლა ამაზე ლაპარაკის დრო არ არის. წავედით. ასია გადავწყვიტე არ ჩავერიო, მაგრამ შენ რა, ავად ხარ? ახლა მიხვდი? რატომ არ შემიძლია დღეს ვინმეს გაუბრაზდი? იმიტომ რომ ბიძა გახდი. მართალი ხარ. ნახე რა პატარა. დიშვილო, როგორ ახარ? აბა თქვი, ძია რა საყვარელია.